ამან თქვა მშიაო. ამან თქვა რომ არა გვაქვსო. ამან თქვა მოდი მაცივარში ვნახოთო. ამან თქვა აბა გამოვაღოთო. ეს არის არაფერი არ გვაქვსო. აბა გამოვიღოთო. ესეც გამოვიღოთ. აი ამან თქვა აბა დავიწყოთ. მარიკა შეგიდე ჭამ. მარიკა აქამდე მეგონა რომ შენი ასეთი სიყვარული ჭამისადმი გამოწვეული იყო უბრალო მსუნაგობით. ახლა როგორც ექიმი დარწმუნებული ვარ რომ შენ გაქვს სკლეროზი. კლასიკური სკლეროზი. და უბრალოდ გავიწყდება რომ სულ ცოტა ხნის წინ საკვები უკვე მიიღე. ხო. ილამშტობის ეს კიდე აქ არის? ნუ ნერვიულობ ირაკლი, ადრე თუ გვიან წავა. რა ვიცი, რაღაც არ მგონია. რა არის იცი ირაკლი? ბევრს არ ეგუნა, მაგრამ ნინო ბურჯანაძემ გადაწყვიტა და წავიდა. ნატას და რა ხდება? არ ურიგდები? თვითონ არ მირიგდება და მე თვითონ ხარ შევარდები ძალით სახში და ვიცხოვრი. ხო შენ ეგ სად შეგიძლია? არა, ძალიან ცუდი წელი გქონდა დათო რა. ძალიან ცუდი წელი. რა გქონდა? წელი გქონდა ცუდი. მარიკა, პულტი სად არის? მე არ ამიღია. აგიღია კი არა, ხო არ შეგიჭამია. ირაკლი, რაღაცა მინდა კითხო. გისმენთ. ბარსელონას როგორი წელი ქონდა? არაჩვეულებრივი. კალათბურთში ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ. ხელბურთში ლიგის თასი მოიგეს. და ფეხბურთში? მარიკა ნახე ის ფილმია მე და შენ სტამბულში რომ ფეხბურთში რა ქნეს ირაკლი? მარიკა ნახე აკოცებს ახლა. შენ კიდე ჭამ? ირაკლი, ფეხბურთში როგორი წელი ქონდა? უი დათო 5 ლარიანი დაგივარდა. მე დავივარდა, ვერ დავინახე ეს. სად გაქვს შენ დასაკარგი ფული? ესე რა დროს ბარსელონაა? მალე მამა გახდები, შვილი გეყოლება, იცი ბავშვ რამდენი რამე უნდა? ჩასაცმელი, პამპერსი, სათამაშოები, მე წიგნებიც დაჭირდება. მარიკა ცოტა ნელა ირაკლი მახსოვრებ? მიმახსოვრებ კი არა, მოდი აქ. მოდი აქ. ჩემი კავშირებით შევიტყე, რომ შენი ყოფილი ცოლი ნატა დღეს ჩვენთან მოდის კლინიკაში 16 საათსა და 00 წუთზე ზუსტად ეხოსკოპიაზე. არ გინდა რომ შენც მოხვიდე, ნაზად დაელაპარაკო, ეგება იმ გოგოს გული მოულბეს, შეგირიგდეს. კარგი, მოვალ და რა ჩავიცო? რაც იმ ოთახშია, არაფერი. ირაკლი, რაღაცა მინდა გთხოვ. ეხლა მე არ ვიცი ეს მშობიარობა ექიმებთან ურთიერთობა როგორ უნდა და მითხარი, მიჩერა მე რა რო არ დავიბილე მე ეგ. მაგაზე ადვილი რა არის ჩემო დათო? მშობიარობის დრო რომ მოვა, ნატას შესაბამისად წაიყვანენ სამშობიაროში. გამოვა ექიმი და კითხავს, ბატონო დავით, ხომ არ გნებავთ? ბატონო დავით? ხო. ხომ არ გნებავთ? მშობიარობას დაესწროთო. შენ უპასუხებ.
არა, ეგ არ შემიძლია. სწორია, მესმის შენი, არ შეგიძლია. მე მშობიარობის მერე გამოვა უკვე ეგთანი და გეტყვით, გილოცავთ თქვენ მამა გახდითო. ბატონო დათო. გილოცავთ თქვენ მამა გახდით ბატონო დათო. მე შენ ეტყვი. მადლობთ ქალბატონო. მადლობთ ქალბატონო. მე ამოიღებ ფულს და იმ ქალს აჩუქებ. მე ნაკლებად მაინტერესებს ირაკლი, თან შენ უფრო კარგად გამოგდის. ირაკლი. ჩემი მდგომარეობა ხომ იცი და რაღაცა მინდა გთხოვ. დათო რა გჭირს? ყველაფერი კარგად იქნება. გასწორდი ბეჭებში, მოდი აზრზე, ხმა დაიბოხე და ომახიანად მითხარი. კარგი. ირაკლი. 20 ლარი მას ეს. თამარ ჩქარა მოდი. მაცალე პურზე ჩავდივარ. რა დროს პურია გოგო ჩქარა მოდი. ვაიმე ეხლა არ მითხა ლიკა ტალახაძე ახალი მანქანი დაარისო. ლიკა ტალახაძე გოგო ჟვანიები გადადიან წინა სახლიდან მოდი ჩქარა. ვაიმე ჟვანიები გადადიან. ვაიმე ლევანიკო. სულ მაინტერესებდა როგორი ავეჯი ქონდათ სახლში. ვაიმე რენესანსი ქონიათ. ვაიმე რა მაგარი დესაოა. ლუდოვიკო მადონა სერვისი. არა ხო გეუბნებოდი, არა ჩაქცეულები არიან მე. თამარ შეხედე სანდრო და ანანო მოდიან. ნეტყობა მარიკასთან მიდიან. ვაიმე კარგი რა, ჯერ 40 დღეც არ გასულა, რაც დათოს დაშორდა, უკვე წითელი ზედა აცვია. წავედი ახლა მე პურზე. კარგი. ქეთევა. ისე ხო არ შევიდეთ მარიკასთან და ვნახოთ ანანო როგორ არის მამბების მერე. გაგიჟდი? რო შევიდე ეს ვაზა ხო უნდა შევუტანო. და რისთვის უნდა შევიდე, რომ გავიგო ქალბატონი ანანო როგორ ბრძანდება, მეტი საქმე არა მაქვს. როგორც სიტყვიან ჩიტი ბრდნად არ ღირს რა. ვინ არის? ეგ არის. მოდი. მარიკა არ არის და ცოტა ხანი შემოვალ თქვენთან ხო? მარიკა არ არის. ხო არ შეუტანო ეს ვაზა და უთხრა ვიყავი და არ იყავი სახლში. შემოდი ანანო, მოდი როგორ ხარ ანა? ვაიმე რა დღეში ხარ? მოგივიდე. წყალს დავლევ. მიდი, წყალი დალიე. მომისმინეთ. რაც დაშორდა დათოს ცუდად არის ძალიან. ეხლა მომეხმაროთ რომ ცოტა გავამხიაროთ. ხო, აბარ ხო. მოდი ანანო, მოდი. დაჯექი. სანდრო. ანანო, ცუდად ხარ ხო ანანო? არა, კარგად ვარ. ანანო, ნუ ნერვიულობ. არა, არ ნერვიულობ, თამარ. ვიცი. ანანო, სულ მინდოდა მეთქვა. დათო არ იყო შენი ღირსი. რა შუაში აქ დათო? ანანო, დათო არ ღირს ნერვიულობად. და არ ნერვიულობ მეთქი, ხო გითხარით? არა, არ ნერვიულობ გოგო. ვაიმე დედა, რა დღეში აქვს გოგოს ნერვები. ანანო, ყველა ნამდვილი სიყვარულის ისტორია ესე ტრაგიკულად მთავრდება. რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა. ზიტა და გიტა? აი რომელი ნამდვილი სიყვარულის ისტორია ისინი დაიხოცნენ და ჩვენ კიდე მარტო დავშორდით რა. ჯერ სადახარ ეს დასაწყისია. კარგი რა, ეგეთი ამბები ყოველდღე ხდება. საიდან მოიტანე? რა საიდან მოვიტანი? მომეცი აქ, შეხედე? აი ჟურნალ პატრუგაში მაგის მეტი კი არაფერი წერია, აი ნახე. აი მე გოგოებო რა მჭირს იცით? აი ყველაფერზე დათო მახსენდება. მიხდით? აი ხო უყურებ ახლა პადრუგას არა? დათო მახსენდება. აი სუფრა ხო არის არა? სუფრა. აი უყურებ სუფრას და დათოს ხედავ. აი ეს კარები ახლა არის დათო. და აი ტელევიზორიც დათოა და ავეჯიც დათოა. კარგი, გოგო თავი დუამატკივე, კარგი. არა, ვინმე ძალიან მაგარი, კარგი ტიპი უნდა გავაცნოთ ანანოს რა. ვაიმე, ვინ შეიძლება? თამარ ვასო ნოზაძე. ვინ ვასო? ვასო ნოზაძე, თამარ რა მოდი? ეგ დაბალია. რა დაბალი, გოგო მაღალია. ეგ შენთვის. ნახე
ეს რომ მოვიფიქროთ, მაღალი სიმპათიური გოგო ეძებს. კარგი, რა იქ ტყუილია არ ჭრის დამიჯერე. მაშინ გავმხიარულდეთ, აბა გავმხიარულდეთ. კარგი. ტელევიზორი ჩართე. ვიცი, მაგრამ რაც უკვე ვთქვი, იმას უკან ვერ დავაბრუნებ და ვერ წავშალებ. ასე არ გამოდის. პატრიოტა უკვე გთხოვე. მეტი რა ვქნა. გამორთე. როგორ ვიცხოვრო? ეხლა მე როგორ ვიცხოვრო? როგორ და ჩვეულებრივად, ხან ლიფტის ფულს ააგროვებ, ხან ნახვის. არა, საშველი არ არის რა, ის რეცეპტი უნდა ვისწავლო, რო იძახიან, რაღაც აჭამაო. თქვენ რო ეგისავლოთ, რესტორანს გახსნით. არა, იცით, აი მივხვდი. რამე აი საქმით უნდა დავკავდე, ხო? ხო. აი საქმით. ხო, კი. რომელი საქმე? ვარ. ეს რა არის? დათო. რაო? რა უნდა იყოს ჩვარი? მიდი დაკავდი, ხო გინდოდა რამით უნდა დავკავდეო? დაიწყეთ მტრების გადაწყვეტა, საკეთენ გახვალი კამდე, მიდი. დაჭექი, შენ დაისვენე თამარ დაჭექი. სად არის ამდენ ხანს რა? სათხარ ამდენ ხანს? ეს გითხარი მე? ამას აქ რა უნდა? უთხარი ხავი წავიდე საქიდან, თორე არ ვიცი რას ვიცა. სახში არ შემოგიშვებ. რა და მე რომ მექნება სახლი, მარიკა რო გამოგაგდებს ჩემი მე არ შემოგიშვებ. ნუ ბოდიალობ რაღაცას დროზე მოვა ის ექიმი დაჯექი დაელოდე. ეს სადღაც წავიდა ამდენ. აჰა. დავსხდეთ. ირაკლი. გაიცანი, ეს არის გოჩა. ეს აზირავანი. ირაკლი, რაღაცა მინდა კითხო. თუ იცი, ან თუ გახსოვს, რომელიმე მეფეს ერქვა გოჩა? არ მახსოვს. არა ხო? დავითი? დათო? როგორი სახელი არა? დავით აღმაშენებელი? დავით ულუ? ნარინიც. ნარინი. დიახ. ხოთემურ. არა, ამცარია დაკავებული ვარ. საბუთები ოფისში მოიტანე და რომ მოვა გადარიცხოს მე გავაკეთე. კარგი. ირაკლი. ახალი პარტია ჩამოვიდა? თუ ისე უნდა შემარცხვინოთ იმ ჰოლანდიელ ინვესტორთან. გოჩა ხო? გოჩა, ესე იგი თქვენ მზად ხართ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ბავშვის აღზრდაში, ხო? გოჩა. დიახ, მე არც დროს, არც ენერგიას და არც ფინანსებს არ დავზრუკავ ბავშვისათვის. მეც და ფინანსებს ჩვენც. მე ამდენ ხანს ვეღარ მოვიცდი რა. რატომ მე უნდა ჩავიდე ახლა მიმღებში პაციენტი უნდა ვნახო. სადაც არის ეს ეხოსკოპისტი მოვა და შენ შემოგევლე. რამე სისულელეს ნუ წამოაყრანტალებ. გახსოვდეს ბძნად მეტყველება ი ვერცხლი არ წმიდაი. ხოლო დუმილი ოქროი რჩეული. ეს ისა
საიუველირო ბიზნესი გვაქვს და ოქრო, ვერცხლი, მუნ. გამარჯობა. გამარჯობა. მეუღლის ავადმყოფობის ისტორია წამოიღეთ? გოგონას სისხლის ჯგუფი თუ იცით? დიახ, პირველი დადებითი. პირველი დადებითი. მე ბავშვის მამა ვარ და მეუღლე. ერთი წუთი დამელოდეთ. ანალიზების პასუხი? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. წინა დანიშნულება? მშვენიერი. ძალიან კარგი. მე მამა ვარ. ვინ? მამა. მამა. და თქვენ? მე საქმრო. საქმრო. ესე იგი, თქვენ მამა? თქვენ საქმრო. რა? ბრაზილია? აქ, მადლობთ. აბა, ეკა მომიყევი. როგორ ჩაიარა გუშინდელმა საღამომ რა თქვეს შენმა მეგობრებმა ჩემზე? მეგობრებმა? იცი ყველას ძალიან მოეწონე. აი რომ წახვედი სულ შენზე ლაპარაკობდნენ. მართლა? ძალიან კარგი. მე შენთვის პატარა სიურპრიზი მაქვს. აი მე სოლომონ. არა, ამას ნამდვილად ვერ ავიღებ. რა საჭირო იყო? არა, იცი ვაიმე ამის აღება ნამდვილად არ შემიძლია. აი, ვერაფრით ამას ვერ ავიღებ. აუ, შემიკარი რა. აიმე. არა, ამას მართლა ვერ ავიღებ. არა, ძალიან გიხდება. მართლა? სხვათა შორის უკაცრავად. ეკა. საღამოს არ გინდა ჩემთან სახლში ავიდეთ. რა? ვიმახშმოთ, ვისაუბროთ. მე სოლომონ, არა, საღამოს შენთან სახლში მარტო პირველად ნამდვილად ვერ ამოვალ. რა პრობლემაა შენი მეგობრებიც დავპატიჟოთ. მეგობრები? ნუ, რა ვიცი. კარგი მაშინ. სოლომონ, გამარჯობა. როგორ ხარ? მანანა. როგორ ხარ? რამდენი ხანია? არ მინახი ხარ. რა კარგი გოგო ყოლია, სოლომონ. ეს ჩემი შვილი არ არის ეს? შვილი თუ ყავდა ნამდვილად. ძალიან კარგი გოგოა. რა კარგი გოგო ხარ, პატარა. საყარელო. გავიქეცი, სოლომონ. ძალიან გამეხარდა შენი ნახვა. სოლომონ, ვინ არის ეს ქალი? ძველი თანამშრომელი იყო. არა, ისე ეტყობოდა რომ თანამშრომელი იყო. ძალიან სიმპათიური ქალია. ეგეთი ქალები არ მომწონს. თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, კაპასები არიან, ჭორიკნები და 1000 სისულელეს ლაპარაკობენ. გამარჯობა. ვაიმე, თამარ, ქეთევან. ახლა სწორედ თქვენზე ლაპარაკობდით. ჩუკუნი ხარ, ბაგო. გამარჯობა.
კეთევან. თამარი. ო, ეკა რა მაგარი ყელსაბამი გავს? ხო, მეც მომწონს. ისე ამას ის საყურე მოხდებოდა რა. რომელი საყურე მესამე დედამთილმა რომ გაჩუქა? არა. აი ის ბატო, სვაროვსკის მაღაზიაში რომ იყიდება. ხომ არაფერს დადებთ? ერთი წუთით. გვინდა? გინდა რამე? მიდი აიღე. მიდი ჯერ შენ. გასინებებთ? მე ფორთოხლის წვენი მინდა. მე ყავა. მაშინ მეც ყავა. თქვენ რა გნებავთ? ანანო, რა გნებავთო? მე? რა გნებავსო? მე სიყვარული მნებავს. მე სითბო მნებავს. მე კეთილი ადამიანი მინდა, რომელიც სულ გვერდში მეყოლება. კიდე წყნარი ცხოვრება მინდა, ბედნიერება მინდა, ხალისი მინდა, ქართობა მინდა. ჩვენ ყავა და ჩაი გვაქვს. მეგობრებო? მეგობრებო. მე და ეკამ მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ. რომ ამ საღამოს ყველანი ჩემთან ავიდეთ. შადო. ხა, რა მაგარია? ხო, მართლა. მე ხლა გავიქცევი. გაიქიც. სამსახურში მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. 7 საათზე ყველას ჩემთან გეპატიჟა. თამარ, რა? აქ ყველაფერი განხილულია. მაშინ ერთი ყავაც. ეკა? ანანო. გელოდებით არ დავიანოთ. აი მე ანანო, შენთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ. აი ანანო არ მოიწყინო, ხო იცი ყველაფერი კარგად იქნება. რა იქნება სანდრო კარგად? ხო იცი არა ყველა ესეთი ისტორია ტრაგიკულად რომ უნდა დამთავრდეს. აი რომეო და ჯულიეტა, ტრისტანი და იზოლდა. ანანო, რატო ყველა ისტორია ესე ტრაგიკულად? ალა და გალკინი? მოიცა რა დროს ეს არის? მოდი ის მოვიფიქროთ საღამოს ვატასთან რა ავიტანოთ. ხელსარიალები ხო რა მოვალთ რა? მე კონიაკს ამოვიგე. მე რამე ტკბილს. თქვენ ამცხარი გამოაცხეთ. გამოგიცხობ ნამცხვარს. ეხლა ნამცხრებით მარბენინ ეგღა მოაკლია რა. ისე აქ ხოლოდ მშობელს უშვებთ ხოლმე, ირაკლიმ კი იცის, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ისე რო დაფიქრდეთ, სადღაც სამივენი მამები გამოვდივარ. ნატა, როგორ ხარ? კარგად არის. კარგად. ნატა, ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ დათო, კარგად. ზვიად, ჰიპერტონუსია თუ ჰიპოტონუსი? ჰიპერტონუსი. ჰემოგლობინი მაღალია თუ ნორმალური? ნორმალურია. და ეს რა ქვია? ეს ტელევიზორი პალიატუს ეკამ. ჩანს ხო? ბავშვი აქ ჩანს ხო? და ძვირია ეს აპარატურა? და ეს რო დაძველდება, ხო არ გადააგდე? რამდენი შეკითხვა ყვარებია? ნეტავის სახლში როგორ უძლებენ? ვიკითხავთ. ნატა. ბიჭია ხო? კი დათო ბიჭია. აი შეხედეთ მონიტორს. აი თავი გამოჩნდა. დაიცადეთ ეხლავე. აი ხელები. თუ კარგად დააკვირდებით, ცხვირსაც შეამჩნევთ. აბა რომელია ცხვირი? აბა ვერ ხედავ. მე ვხედავ. თანაც მშვენივრად. ირაკლი მე მითხარი ცხვირი რომელი იყო? ეკიმო. და როგორ ჭამს ბავშვი? დედა აჭმავს. ნატა ხო ღებულობს საკვებს. ხო და მე ეს საკვები გადადის ნაყოფთან. ანუ სხვის ხაზზე ცხოვრობს რა. კოპიო მამა. აქამდენი ყოფნა არ შეიძლება, გავიდეთ. ზვიად, ნატა, მე გავალ და 10 წუთში დაბრუნდები. შენ გაემზადე დაგირეკავ, ხარ? გაიდე, გაიგო.
ნატა მეც დაგირეკავ თავადია ირაკლი მალე დაწვეს და მობილური დასატენე არ კონდეს ირაკლი ეს უნდა დავაფორნო ხა რა ვიცი გეცვას თუ გინდა შენს გევას აი რა მოდი დათო მოდი შემოდი მოდი ირაკლი ბიჭია ბიჭი გილოცავ ბიჭია ბიჭი გილოცავ მეთქი გილოცავ ირაკლი ბიჭია ბიჭი გილოცავ ვა 50 ლარიანი ნეტა ტყუპები ყოფილიყვნენ მოდი დაჯექი დათო ეხლა ჩვენ ეს ამბავი ხო უნდა აღვნიშნოთ დაბა აღვნიშნოთ ნათია ნათია შემოსასვლელში თაროზე დევს მალე ენციკლოპედია ფარმაცევტიკი შემომიტანე რა კი ხო მოდი დათო აი ეს ჭიქაშენ არა ეს ჭიქაშენ ეს მე აჰა მადლობა დიდი მადლობა ნათია მადლობა დათო შეხედე რა მაგარი არის ენციკლოპედია ფარმაცევტიკი მოდი ეხლა მე და შენ ერთი ჭიქა ხო უნდა დავლიოთ ხო მოდი ეხლა აი ამ ჭიქით შენ პატარას გაუმარჯოს ჩემო დათო გაზრდილი იყოს ლამაზი საამაყო ვაშკაცი და არავითარი სიგარეტი არავითარი ქალები და არავითარი ეს გახსოვდეს უახლოესი 2 წლის განმავლობაში ამას თუ მიეკარები აღარაფერი გეშველება გირაცვალი გარეთ დაგველოდე რა ბოდიში წავიდა ხო და ჩემო დათო შენ პატარას გაუმარჯოს გაზრდილი იყოს მაღალი ლამაზი და საამაყო ვაშკაცი როგორც სამშობლოსთვის ასე ოჯახისთვის გაუმარჯოს ირაკლი კაიძდება თუ არა ხატოს მასწავლი აბა რა მანამდე შენ თვითონაც ისწავლი არა არაფერი ერთიც დავლიოთ ახლა ჩემო დათო ვინც შენ პატარას ფეხზე დააყენებს გაზრდის და მოულის იმას გაუმარჯოს ხოდა შეგაგიმარჯოს ჩემო დიდი მადლობა გამიმარჯოს კაცოს ირაკლი ეხა იქ რო ვიყავით იმ კაბინეტში რომ გითხარი ცხვირი რომელია მე ამიხსენით ხო ამიხსენით რა ხო შენ დაასხი აგიხსნი დათო აბა რას ვიზავ ცხვირსაც აგიხსნი და ყველაფერსაც აგიხსნი შეხედე აი ეს არის ნაყოფი ხედავ აი თავი აი თვალებით ჩანს ნახე რა კარგად ჩანს თვალები ფეხები აი ფეხები ხელები ეს ჭიპლარია ეს არის ოდა ჭიქით ჩემს ბიჭს გაუმარჯოს დათო აბა გაუმარჯოს მაგრამ ძალიან მაგარი სასმელია და ასე უცებ ამდენი არაყი დასხ ხოდა ჩემო დათო ახლა დადგა დრო რომ შევსვათ კიდევ ერთი სადღეგრძელო ამ ჭიქით დათო დათო ვა ნათია მოდი რა შენ დღეს ხომ მორიგე ხარ ძალიან ხო მე ამას აქ დავტოვებ ხო ხვალ დილას რომ შემოხვალ ამას ახლა თავი ეთკინება თავის ხვევა ექნება ერთი ასპირინი და გლუკოზა მიეცი კარგი რეგლი არა
არ უნდა ასპირინი და გლიკოზა. არა. მოიცა? ჯობია. აი ეს 20 ლარი მიეც. ეს თვითონ მიხედავს თავის თავს. მოგძანდით? გამარჯობა, ვატო. გამარჯობა. გამარჯობა. მოგძანდით? ხო, ის რა ზიზია სახლი ქონი. გამარჯობა. 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 დაბრძანდით? ახლა უკვე მე ხა სამზარეულოში პატარა საქმე მაქვს და ახლა მოვა. მე მოგეხმარებით. აი ეს არის ჩემი სახლი. თავი ისე იგრძელით როგორც საკუთარ სახლში. აი მე რა საინტერესო ნახატია და ვინ არის მხატვარი? მე ამ გოგომ კიდე ჭკუა ვერ ისწავლა, კიდე მხატვრებზე ფიქრობს. ეს კაკაბაძის ორიგინალია. ფრანგმა კოლეგებმა მაჩუქეს 50 წლის იუბილეზე. 50 წლის იუბილეზე. ეს რა მაგარი რაღაცაა? ირაკლი რა მასწავლე რა ქვია ამას? ლარნაკი. ეს ამერიკელმა კოლეგებმა მაჩუქეს. სპარსეთის შაჰის ლარნაკია. ვა, და რამდენ litrიანია? სანდრო, მოიტა ერთი. ილა, ტორტი მოდის, ტორტი. აი? ტორტი. მორიკო. აი მეც მოვედი. აი ეს თქვენ. სირფასოს სტუმრებო. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ყველანი აქ ჩემთან შეიკრიბეთ, რადგან მნიშვნელოვანი რამე უნდა გითხრათ. სულ მალე დაგპატიჟებთ ჩემსა და ეკას ქორწილში. ეკა. აი ეს შენ. რაო? რა ქორწილი? სოლომონ, რა ქორწილი? სოლომონ? ხო, სოლომონ, ვითომ არ იცოდით? იცით რას გეტყვით ბატონო სოლომონ? თუ თქვენ შეგიძლიათ ესეთი რამეების უჩემოდ გადაწყვეტა და მით უმეტეს ამის ჩემს მეგობრებთან გაცხადება, მარტომ გადაწყვიტეთ, მარტომ შეასრულეთ და მარტომ ისიამოვნეთ. ეკა, მე ვიფიქრე ეს რა იფიქრე, სულ არ მაინტერესებს, მე წავედი. მოიცა. საწახვედი ეკა. საწახვედი. ვატომ სოლომონმა იხუმრა. ხო იხუმრე სოლომონ? არა, რა ვიხუმრე? იხუმრე, ხო სოლომონ? კარგი, ხო ვიხუმრე. აჰა, იხუმრე არა? და თუ ესეთი მიხუმრობები გაქვს, მით უმეტეს სულ კარგად ბრძანდებოდეთ, მე წავედი. ირაკლი, რა მათქმევინე ეს? მე რა გათქვევინე, თვითონ არ თქვა ვიხუმრეო? ეკა საწავიდა. ალბათ ლიკა ტალახაძესთან გაიქცა. ლიკა ტალახაძესთან რა უნდა ეკას? მე ხლა ლიკა ტალახაძესთან გავიქცეოდი ნიშნობის ამბავი, რომ მიმეხალა სახეში. კარგი, ვიდეოს მოვაპარაკობ. მოდი მომეხმარი ავაყენოდი, მოდი. მარიკა. შემოგივლით მერე, ვატო. ბატონო დიდი მადლობა ყველაფრისთვის. აი ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, ხალიც, ბადრიჯანიც, ტორტიც გემრიელი იყო. უბრალოდ აი თევზის გასინჯვა ვერ მოვასწარი და მიმაქვს. და მე მოგახსენებთ ყველაფერს ბაზრს. რას მოგახსენებთ წამოდი. კიდე ხლა მე სიმართლე რო გითხრათ, აი როგორც ახლა მიტოვებულ ადამიანს უფრო უნდა მესმოდეს ალბათ თქვენი, მაგრამ მე არ მეჩქარება რა არ შემეწება პატივი. აუ მე კი დავრჩებოდი, მაგრამ ცოტა ორიენტაციაში ვერ ვარ და შეიძლება დავიკარგო. უი შახი მიმქონდა. ჩვენც ძალიან გვეჩქარება, თამარ წავედით. ქეთევან წადი და მე დაგეწევ. რატომ? შეხედე, ესეთი შანსი შეიძლება აღარც კი მომეცეს ცხოვრებაში. ვატო. ვა, სოლომონი ვატო სოლომონი რა დღეშია. სანდრო სად არის? ეგეც ეკას შეძებს. მე ეკასთან სახში ვიყავი და იქ არ არის. მე ნათესავებთან ვიყავ და არც იქ არ არის.
ხო და მე სუპერმარკეტში ვიყავი და აი ეს შოკოლადები ვიყიდე. მარიკა, რა ხდება ხო მშვიდობა? ეკა დაიკარგა და ვეძებთ. აი მე საწყალი, ეხლა ალბათ სადმეზის მდინარის პირას და ნერვიულობს. არა დღეს კიდე არა უშავს და ხვალინდელი დღე არის კოშმარი. გამიჯერეთ. ისე სოლომონიც ძალიან ცოტოა, რომ დაიჩოქა და რომ ვეღარ დგებოდა. მის თვალებში სიყვარული ამოვიკითხე ხალხო. ხო? მე რადიკულიტი ამოვიკითხე. ანანო აი ეგ არის ნამდვილი სიყვარული. ის კი არა ის რომ ბავშვს აჩენს და შე რო გშორდება და იმასაც რო ვეღარ ურიგდება რა. აქ ხარ? ესე იგი ზოოპარკში, იპოდრომზე და ვაკის პარკში არ არის. ბიჭო! რატო ნერვიულობთ ასე? ეხლა ალბათ სადმე ბარში ზის და სვამს გამოჩნდება ხალდილიდან. მართალია, ეგ არის ჭკვიანი ადამიანი და მე მგონი არ ღირს ამდენ ნერვიულობად ეს საქმე. სად არია? სად არის? კაი, სანდრა, ნუ ნერვიულობ. ნუ არ ღირს ესეთ ნერვიულობათო, ხო გა? ეკა კი არა, ჩემი მობილური სად არის? მე მგონი სოლომონთან დამრჩა. ავალ და ჩამოვიდა. სანდრო, ჩემი სამსახურის გასაღებიც მე მგონი იქ დამრჩა. ხო გახსოვს სადვიჯექი? სანდრო, მე მგონი ჩანთა დამრჩა იქ სამზარეულოსთან იდო. სანდრო, სოლომონს რომ ბეჭედი ეჭი ეკავა ხელში, დამრჩა და წამოიღე. ყავა გვაქვს. ზედათაროზე იქნება. ირაკლი, მარიკა, შემოდით ეხლა, დაგპატიჟოთ. მე გავაღებ. ეკა? სანდრო? ვაჰ, ეკა?